მშვიდობის მოგზაურობთ. ამ დროს უფროსი გოგონა მიდის უნივერსიტეტში, ეწყება დილის 9-ის ნახევარზე სწავლა და 8-ზე გადის. ანი, რა შვები დედი? საერთოდ ხარ? კაი, დავაი. კოც. დაგირეკავ მე და თუ მოახერხე იქნება მოხვიდე ხო ჩემი. შემდეგი ეტაპი არის უკვე მეორე გოგონას გასტუმრება, რომელსაც 9 საათზე ეწყება სწავლა. გოგონები უკვე აღარ საუზმობენ. ერთი დიეტობს და არათუ საუზმე არამედ სადილზეც და ასე შემდეგ გვიწევს სულ ჩხუბი და მემზადები ძალიან ხშირად სადილსაც დილით ვაკეთებ ხოლმე, რომ ცხელი სადილით დახვდეს ოჯახს. მემზადები მეუღლის და ჩემი საუზმისთვის, როგორც წესი ჩემი საუზმისთვის დრო არ მრჩება ხოლმე. მე და ფიქრია ვამბობთ, რომ მე და შენ ცხობ შიმშილობთ ფაქტიურად, თუ ჩვენი ფრაქციის წევრები შიმშილობენ. დილით თუ მოვასწარე რაღაცა შვრიის ფაფის ჭამა, ძალიან იშვიათი შემთხვევაა, რომ ვასწრებ. ეხლა მე დავიწყებ, უკვე მომზადებული მაქვს, დავიწყებ სუპის კეთებას. მე და ჩემი უმცროსი გოგონა, უფროსი გოგონა და მეუღლე არ მარხულობენ, ამიტომ ვცდილობ ამ პერიოდში მაინც ისეთი საადილები გავაკეთო, რომ ორივესთვის მისაღები იყოს, ამიტომ უნდათ არ უნდათ იმათაც უწევთ ხოლმე ძალიან ხშირად მარხულობა. ვცდილობ რომ მეუღლეს მაინც ხორციანი სადილი კონდეს ხოლმე. და რძის პროდუქტებს ისინი გეახლებიან ინტენსიურად, მე და ჩემი უმცროსი გოგონა ამას ვერ ვაკეთებთ ხოლმე. ავაკეთებ სუბუქ სუპს, ძალიან სუბუქ სუპს. სადილი იშვიათად ერთად, სადილი გვიწევს ხოლმე შაბათ-კვირას, ისიც შეიძლება მოხდეს ისე, რომ მე არ ვიყო სადილად ოჯახში, ამიტომ ის ძალიან კარგი და ლამაზი ტრადიცია, რომელიც ქართულ ოჯახებს ჰქონდათ ხოლმე ერთად სადილობა, სამწუხაროდ ჩვენს ოჯახში აღარ გამოდის, მაგრამ აი ვახშამი კი გამოდის. იმის გამო რომ მთელი დღის განმავლობაში მე ვერ ვახერხებ ჭამას, ძალიან ხშირად სახში რომ მოვდივარ, იმდენად მშია, რომ ორჯერ ვახშმობ. წარმოიდგინეთ, ერთხელ რომ მოვალ ვახშმობ და მე სადღაც პირველ საათზე მთელი ოჯახი ისევ სხდებით, ესენის ჩემთან ერთად ვახშმობენ ხოლმე, ისევ სხდებით მთელი ოჯახი და ვიწყებთ მეორე, ასე ვთქვათ, ძილისპირულ ვახშამს, რომელიც ძირითადად არის უფრო მსუბუქი, სვამთ ჩაის, ყველს, შაოპურს. არ გვინდა გავსუქდეთ. თემო რაკენი? დაგიმზადო? რუსკა წახვედი დედი. დედი გეჭამა რა რამე? აი ცოტა შვრიის ფაფას დაგიღებ თუ მოასწრებ. აი ეს ჭიდილი მუდმივად მე ვაფრთხილებ და ვეუბნები რომ ჯობია დილით ისაუზმო, მე ენერგიას ხარჯავ, ძალიან კალორიებს ხარჯავ. და გირჩევნია ეს კალორიები დახარჯო. არაფრით არა. რაც წამოიზარდნენ და უკვე თავიანთ ჭკუაზე მოვიდნენ. დედი, ამ ჩანთით მიდიხარ? რუსკა, უმცროსი გოგონა სწავლობს 42 სკოლაში, ფიზიკა-მათემატიკურ სკოლაში. რა ვიცი, თუ ბოლომდე შევძელით ამ სკოლის ძალიან ისეთი არ ვიცი, დედი, მოძებნე შენ თვითონ დაკმაყოფილება. კარგი იქნება, თვითონ გამოთქვა სურვილი, ხა მე ნაკლებად ვიყავე მიდრეკილი ფიზიკა-მათემატიკისკენ და ამან თვითონ გამოთქვა სურვილი და რა ვიცი. ვინაიდან ვართ მარხვაზე, ბატონო ჩემო, ჩემი საუზმე, ჩემი მეუღლის საუზმისგან განსხვავებით არის მხოლოდ და მხოლოდ ესეთი ბადრიჯნის ხიზილალა იყიდება საბედნიეროდ. მე ვარ მაინც პრინციპში ვეგეტარიანელი. ერთადერთი რასაც მე ვჭამ, თქვათ, ხორცეულიდან ეს არის გატარებული ხორცი და ვაკეთებ ტოლმას და თქვათ ვჭამ ხინკალს. დანარჩენი ხორცეულს თითქმის არ გეახლებით. ამიტომ ძალიან ხშირად მთელი ზამთრის განმავლობაში გადავდივარ სპეციალურად მაქვს დიდი 8-ჯრიანი საყინულე. გვიდგას სარდაფში ქვემოთ და აი ამ საყინულეში 8-ჯრიანია. 8 უჯრაში მაქვს ბადრიჯანი, მწვანე ლობიო, აი წინასწარ ამ თუთქავა მწვავ და შემდეგ ვყინავ ამას. თქვენ წარმოიდგინეთ, აბსოლუტურად არ კარგავს გემოვნებით თვისებებს, ისეთივე არომატულია, როგორიც არის ჩვეულებრივად. გავავხობ და ასე რომ აჯაფსანდალი, მწვანე ლობიო გნებავთ ნიგვზით, გნებავთ ისე ჩაშუშული კვერცხთან და ხახვთან ერთად.
მთელი ზამთარი ამის საშუალება არის, რომ მე პირადად ჩემი გოგონები, რომლებიც ასევე ვეგეტარიანელები არიან, ვიკვებოთ ამით. რაც შეეხება მეუღლეს, ის როგორც ყველა მამაკაც ხორცის გარეშე არ შეუძლია, აუცილებლად ჭამს ხორცს და ამიტომ ძირითადად აი ესეთ რაღაცებს ძეხვი, ხორცეული ვამზადებთ მისთვის. ვინაიდან მაქვს ცხოვრების ასეთი რიტმი, რომ აი მუდმივად დაძაბული გადავდივარ, სტუმარი რომ მოვა, ყოველთვის მზად უნდა იყო მაინც ხო ქართული ოჯახი და ძალიან ხშირად ვაკეთებ ესეთ რაღაცას, რომ თქვა გავამზადებ ცომს და ამ ცომს ვინახავ მაცივარში, ასევე დავხვნილ ყველს და უცებ რომ მოვიდეს ადამიანი, შემიძლია სახებ მართლა ერთ-ერთ ქართულ ფილმში როა, ხაჭაპურს გაგიმზადებთ ხელდახელ, აი ესეთი რაღაცა შემიძლია გავაკეთო. სტუმრის არ მეშინია ნამდვილად, მუდმივად მაქვს ხორცი, სამწვადეც, მუდმივად მაქვს რამდენიმე ქათამი, მუდმივად მაქვს ეს პროდუქტები, რომ ძალიან მიყვარს საწებლები მე თვითონ და თავს არ ვიქებ და გამომდის არაჩვეულებრივად გემრიელი საწებლები და აი ეს ასაც ქვია დამაშნაია ზაგატოვკა ეგრეთ წოდებული ეს ყოველ ზაფხულს ვაკეთებ ხოლმე აი რასაც ქვია ტომატი მაღაზიაში ნაყიდი მე ძალიან იშვიათად ხმარობ პამიდორსაც აი ესე ბლენდერში გატარებულ ჯარს აქვს ცოცხალ პამიდორს ვინახავ ზამთრისთვის და ნებისმიერ სადილს ვაკეთებ აი ასეთი პამიდორით ცოცხალი პამიდორით ამიტომ არის ძალიან გემრიელი და ჩემს მეგობრებს ძალიან მოსწოთ მე თვითონ დავარქვი კერძს ჩაპამიდრებული ვიღებ ხბოს ხორცს ვჭრი ძალიან წვრილად ჩავშუშავ ხახში და შემდეგ აი ამ ცოცხალ პამიდორს ვამატებ ვნაყავ და აი მინდა გითხრათ რომ მართლაც განსაკუთრებულად გემრიელი გამოდის როდესაც ნაყავ და არ ჭრი წიწაკას და ნიორს აი ამას დავნაყავ კარგად ერთმანეთს შევანაყავ ჩვეულებრივად აი ამ გამზადებულ სადილში ავლესავ დიდი რაოდენობით ქინძს ჩავაჭრი და გამოდის არაჩვეულებრივი და ძალიან მარტივი კერძი, რომელსაც ჩემს ენაზე ქვია ჩაპამიდრებული და თელმა ჩემმა მეგობრებმა იციან ეს ჩაპამიდრებული და ახლა მეუბნებიან ბიჭები რომ ღვთისმადლით დარწმუნებული ვარ რომ შიმშილობა ძალიან კარგად დამთავრდება, კარგად როგორ ხელისუფლება მე მგონი გააცნობიერებს რომ ბოლოს და ბოლოს არ შეიძლება ადამიანები სიკვდილის პირას მიიყვანო და მეუბნებიან მარხვა რომ დამთავრდება მოვდივარ ჩემთან ჩაპამიდრებული საჭმელად. ხო, რაც ყველაზე მთავარია, იცით, დილიდანვე უნდა ვიყო საქმის კურსში რა ხდება პოლიტიკაში. ამიტომ უყურებ ხოლმე აუცილებლად დილის გადაცემებს, ძალიან მშველის რუსთავი 2-ის დილის პროგრამა. მე ვარ ძირითადად პარტიიდან მიმაგრებული დილის პროგრამებზე, ანუ ყოველ საღამოს ჩემთან მოდიან ჟურნალისტები, იწერენ და მე დილით ჩემ თავს ნახულობ ხოლმე ყოველთვის ტელევიზორში და ტელევიზორი არის ჩემთვის აუცილებელი ატრიბუტი. წარმოიდგინეთ, უკვე იმდენად მანიაკალურ მდგომარეობაში ვარ, ჩემი სამსახურიდან გამომდინარე, იმიტომ რომ პოლიტიკოს ყოველთვის მაქსიმალური ინფორმაცია უნდა კონდეს ყველაფერზე, რა ხდება საზღვარგარეთ, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში, ეს ყველაფერი უნდა იცოდე. ამიტომ სადაც გავდივარ, თქვათ, იმ ოთახში ვარ, ვალაგებ ლოგინებს თუ რაღაცა, ვთავ ჩემს საძინებელში ტელევიზორს. გამოდივარ, თქვათ, ბავშვების ოთახში, იმ ოთახში ვთავ ტელევიზორს. ყველა წყაროდან ვიღებ აბსოლუტურად ინფორმაციას და ვიცი რა ხდება მთელ მსოფლიოში, უკვე დილისთვის ეს ინფორმაცია მაქვს. თემ ვისაუზმოთ? დათრგუნული ვარ იმით, რომ ხანდახან აი პოლიტიკა მართლა როგორც ჩანს ბინძური თამაშია, გულიმწყდება ხოლმე. თუ ჩემ კოლეგებს მართლა აჯერათ, რომ ჩვენ ქვეყნის მოღალატეები ვართ, ოპოზიციონერები, რომ არ გვაინტერესებს აფხაზეთის ბედი, არ გვაინტერესებს, თქვათ, რუსეთთან მიმართებაში რა ხდება. ნამდვილად ეს ასე არ არის, ძალიან განვიცდით, ძალიან ნერვიულობთ. სიმართლე გითხრათ, აი ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ჩვენ გადავაბიჯეთ ჩვენს თავმოყარეობას იყო სწორედ აფხაზეთის და ოსეთის საკითხზე ჩვენი შეხვედრები ქვეყნის პრეზიდენტთან. მაშინ მან გითხრა რომ აი უნდა ვიდგეთ ერთად და კი ბატონო მივედით, მაგრამ სიმართლე გითხრათ არანაირი გეგმა რას აპირებს აფხაზეთთან დაკავშირებით, რა იქნება, როგორ იქნება ჩვენი შეხვედრაზე არ გაგვეგია. მივხვდით რომ ამას ქონდა მხოლოდ და მხოლოდ PR დატვირთვა და მეტი არაფერი. ამიტომ ასეთ შეცდომას მეორედ აღარ ვიმეორებთ ხოლმე. მე ვიცი ჩემი ქვეყნისთვის როგორ ვიბრძოლო და ჩემი ქვეყნის ინტერესები როგორ დავიცვა. ამის სწავლა ნამდვილად არავისგან არ მჭირდება, არავისგან არ მივიღებ არავითარ შეგონებებს. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, ჩვენი გზა, ჩვენი ქვეყნის განვითარებისა და ღვთისმადლით მე მგონი მოგვეცემა საშუალება რომ ეს ჩვენი გზა ვანახოთ როგორია ხალხს და გავაკეთოთ ყველაფერი ამისთვის.
ეს არის ჩემი ოთახი, საძინებელიც, ტელევიზორიც აქ მაქვს, მაკიაჟისთვისაც. ესა ძალიან მიყვარს ეს ოთახი, იმიტომ რომ მაინც რაღაც პატარა კუთხე მაქვს ჩემთვის მოწყობილი, ეს დედაჩემის ფოტოა, მამა ჩემი, ბიძა რომელიც ძალიან ადრე გარდამეცვალა, ძალიან ახალგაზრდა ბიძა ძალიან მიყვარდა. აკი უკვე ჩემი შვილები და ჩემი ოჯახის ფოტოები და ჩემი შვილების საყვარელი თოჯინები, რომელიც მათ ბავშვობას მახსენებს. ეს არის რაღაცა ჩემი სამყარო, ჩემი პატარა კუთხე. თუ ძალიან გადაღლილი ვარ, მაშინ მკითხულობ ჟურნალს ძილის წინ. თუ ნაკლებად გადაღლილი ვარ, მაშინ მკითხულობ აუცილებლად. ერთია ახალი და ერთია თქვათ, კარგად დავიწყებული ძველი, რომლის წაკითხვა ყოველთვის მსიამოვნებს ხოლმე. მიდევს გააჩნია, აი როგორ სიტუაციაში დავბრუნდები თავთან და მე უკვე სამწუხაროდ მხედველობის პრობლემები შემექნა, ჯერ ერთი ეს ასაკობრივია, შემდეგ ძალიან დიდი ხნით კომპიუტერთან მუშაობა იწვევს ხოლმე. ამას ყოველთვის მოგეხსენება ჩვენ კანონ პროექტები შემოგდის უამრავი, ვცდილობ რომ კომპიუტერში წავიკითხო ხოლმე, საიტია, მე განათებაც როგორც ჩას არ ყოფნის და წვრილი შრიფტით დაწერილების წაკითხვა მეჭირს ხოლმე ძალიან. ეხლა მე თუ არ გავემზადე დამოგვიანდება სამსახურში და ცოტა ხანს მაცალეთ. რო გითხრა რომ მაკიაჟის ძალიან მოყვარული ვარ, არა. ჩემთვის ძირითადი არის ტუჩის საცხი, არის ლაინერი, რომლითაც ვიღებავ თვალებს, ზემოთ ზოლს ვიკეთებ, არის ტუში, ხანდახან ისიც და არის რუმიანა. ფერმკრთალი ვარ და ცოტა რაღაცა ფერი თუ არ შევისხი ხოლმე საშილად გამოვიყურები, ამიტომ ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცა მაკიაჟი გავიკეთო, რაღაცა ფორმაში მოვიდე. ისე გამეზარდა თმები რომ ვერანაირ ფორმას ვეღარ ვაძლევ, თუ მომეცემა საშუალება და ბიჭები კარგად იქნებიან, ღვთისმადლი, დღეს უკვე მეშინია, უკვე ესეთი დღეა რომ დღეს ცოტა მეშინია, რომელიმე მათგანი ცუდად არ გახდეს და ნახოთ. ჩემი შვილები 6 წლის გახდა უფროსი გოგონა, როდესაც მე დავიწყე მუშაობა. ამიტომ დღემდე ძალიან მოგმულები არიან ჩემზე, დედა მეხმარებოდა შვილების გაზდაში, მე და დედა ჩემი. ზრდიდით ჩემ შვილებს ყავთ ასევე დეიდა, რომელიც არის მათი მეორე დედა, თვითონ არ ყავს საკუთარი შვილები და ჩემი შვილებისთვის არის გადამკვდარი, ასე რომ დამხმარეები მყავდა, აი რასაც ქვია დამხმარე ქალი არ ამყავს ნამდვილად, მე და ჩემი და ვახერხებთ შაბათ-კვირას მოდის, მეხმარება ყველაფერს დამიწკრიალებს, დამიუთოვებს, დამიწყობს და წავა ხოლმე. ასე რომ რასაც ქვია დამხმარე ქალი, რომელიც კვირაში 2-3 მოდის, არა ყველაფერს შუა კვირაში ვაკეთებ მე, დილით ადრე ვდგები ძალიან საღამოს, რაც გინდა გვიან მოვიდე, მაინც სახლის დალაგება, სადილის გამზადება მეორე დღისთვის, აი ამას ყველაფერს ვასწრებ ხოლმე და გვიან ვიძინებ. მინდა გითხრა რომ პოლიტიკა არის ძალიან დიდი ტვირთი ქალისთვის, აი ძალიან დიდი ტვირთია. და ვფიქრობ რომ თუ ქალი არის რაღაც განსაკუთრებით ენერგიული, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს რომ თავი მოაბას იმას რომ პოლიტიკაშიც იყოს და ოჯახშიც იყოს. და ჩემი პრინციპია თუ ქალი ვერ ასწრებს საზოგადოებრივ საქმიანობასაც და ამის ხარჯზე უყურადღებოდ ყავს ოჯახი, ვერ უვლის შვილებს, არ აძლევს განათლების საშუალებას, მაშინ ჯობია რომ ის იყოს სახლში. ძალიან დიდი ენერგია ჭირდება იმას, რომ იყო პოლიტიკაშიც, იყო ოჯახშიც. ეს არის მე ვფიქრობ, რომ თავგანწირვა და თავდადება და აი ამ თავგანწირვას და თავდადებას უნდა უპასუხო. ეს ჩემი საყვარელი ნივთებია. ჩემი მეუღლე ძალიან ხშირად მანებიურებდა ხოლმე ამ ნივთებით, მაგრამ ის ნივთები, რომელიც თავისთავად ძალიან ძვირფასია. შენახულია ბანკში, აღარ ხმარობ და ხმარობ აი უფრო თანამედროვე ისეთ ეგრეთ წოდებული იტალიური ოქროს სამკაულებს, რომელიც ძალიან მომწონს და ძალიან მიესადაგება ჩემს გემოვნებას. უკვე დაიწყო სეზონი ყვავილების მორწყვისა, ზამთარში ნაკლებად ჭირდებოდა ხოლმე, მაგრამ ეხლა თუ არ მორწყი არაფრით არ შეიძლება. საწყლები გასაცოდავდნენ, ცოტა გაუჭირდა ზამთრის გადატანა, მაგრამ იმედი მაქვს, რომ გამოვაცოცხლებ, ძალიან მიყვარს ყვავილები და
აივანზე მუდმივად მაქვს ხოლმე. ეს ჩამოვიტანე ბელგიიდან. წარმოიდგინეთ თვითმფრინავში აი ამ ხელა რაღაცით მოვდიოდი. სხვათა შორის ნინო ბურჯანაძისგან ერთხელ ვახდი ნინო ბურჯანაძეს დელეგაციაში ვიზიტით და დავინახე რომ მოქონდა სცენარეები და მივხვდი რომ შეიძლებოდა გამოტანა და მეც წამოვიღე. ყვავილები მიყვარს ძალიან. თითქმის მუდმივად ჩემს ოჯახში უნდა იყოს აუცილებლად ყვავილი და თუ არავინ ჩუქნის ხოლმე მე თვითონ აუცილებლად ყიდულობ და მე თვითონ ვილამაზებ ჩემს ცხოვრებას. ყველაზე კარგი რამ ჩემს სახლში, რომელიც ჩემი გემოვნებით გაკეთდა, კარადა, სადაც გვაქვს ყველა მთელი ოჯახის ყველაფერი აბსოლუტურად შელაგებული. ყველას აქვს თავისი განყოფილება, ეს ჩემი განყოფილება, აქეთ ჩემი მეუღლის, აქეთ ჩემი ქალიშვილების და მთელი ავლადიდება აქ არის შეყრილი, თუ კი რამე შეიძლება ოჯახს კონდეს, იმიტომ რომ არ მიყვარს, როდესაც თვალს არ არის ხოლმე მოფარებული ზედმეტი ნივთები და ვცდილობ ხოლმე რომ რაღაცა ისე იყოს მოფარებული. თან ეს დიდი სარკეები არის ძალიან. მოგეხსენებათ, გოგონები მყავს, სიპრანჭებიან და მთელი დღე აი ამ სარკის წინ ტრიალებენ ხოლმე. ფრაქციის მანქანა მემსახურება მე და მამუკა კაციკაძე დავდივართ ერთი მანქანით, მაგრამ რადგან ახლა არა ესეთ ორდინალურ რეჟიმში ვართ ბიჭები შიმშილობენ, ვცდილობთ გვიანობამდე 2 საათამდე ვიწევს ხოლმე ყოფნა და ვცდილობთ მე დაფიქრია რომ ბიჭები დავასვენოთ და ახლა დღეს ფიქრიას მძღოლია მორიგი, დილიდან ფიქრიას მძღოლი მიმაკითხავს, გავუვლით ფიქრიას, მე წავალთ უკვე პარლამენტში, შემდეგ რამდენიმე შეხვედრა მაქვს პარტიაში, მინდა მოვინახულო ჩემი მეგობარი, რომელმაც ოპერაცია გაიკეთა და უყურადღებოდ დარჩა ძალიან და რაღაცა ისეთი ცოტა არაორდინალური დღის რეჟიმი გვაქვს, ვიდრე ჩვეულებრივ სიტუაციაში არის ხოლმე ეს. თავარი პრობლემა არ დამრჩეს მობილური და არ დამრჩეს სათვალე და სხვათა შორის ჩემი მძღოლი ყოველთვის მახსენებს ხოლმე მობილური მოგაქვთ, სათვალე მოგაქვთ, იმიტომ რომ რამდენიმეჯერ დაბრუნება მოუწია ამის გამო რომ სადარბაზო შეღებას ველოდებოდი და ეს კარები ამიტომ არ შემგებეთ რომ არ დაესვარათ. აი ბოლო წერტილი რემონტის ბოლომდე მიყვანისა არის ამ კარების შეღება. აქ ცხოვრობს პეტრე ცისკარიშვილი, აქ ცხოვრობს გოჩა ჩახვაძე, ჩემი კოლეგა და ჩვენი მეზობელია ასევე ჩემი კოლეგა პალეკო კუბლაშვილი. თავი მოვიყარეთ ერთობაში, თუმცა რო გითხრა რომ რაღაც განსაკუთრებული მეზობლობით გამოვირჩევით, არა. ერთმანეთს თუ შემთხვევით შევხვდებით ხოლმე აქ და დავინახავთ და მე თვითონ ვამბობ რომ ყველა უვარგისი პარლამენტარი როგორ შევიყარეთ ამ უბანში, მეთქი ვერ მოვაგვარეთ ვერტგზის პრობლემა, განათების პრობლემა, გვინდოდა რომ ამდენი სახლი არაშენებულიყო ამ უბანში, აი მართლა კატასტროფაა, იცი, ვიღაც ამას უნდა აკონტროლებდეს. როგორ შეიძლება რომ ასეთ პატარა უბანში ამდენი სახლი წიხლით ჩაიტენოს, ელემენტარულად ამდენი მანქანა როგორ იმოძრავეს. მე მგონი შიგნით ეზოში გვექნება ალბათ საცობი ცოტა ხანში, როდესაც ყველა ერთად გამოვა, მაგრამ ნუ გასცემენ და გასცემენ ნებართვებს. თითქოს ეს წინა ხელისუფლების პრობლემა იყო მართო, მაგრამ როგორც ჩანს ამ ხელისუფლებამაც ის ძველი მანკიერი პრაქტიკა, ოღონდ ფული გაკეთდეს. ჩვეულებრივ სახლიდან გავდივარ ხოლმე 10 საათზე და სადღაც 11-ის ნახევრისთვის, 11-ისთვის უკვე პარლამენტში ვარ. იყო პერიოდი, როდესაც მე უფრო დატვირთული ვიყავი აპარატში, როდესაც ჩვენ უფრო ინტენსიურად ვიყავით ჩართული საპარლამენტო ცხოვრებაში. მე ნამდვილად არ მსიამოვნებს, რომ ასეთ რეჟიმში ვარ. მართლა ძალიან მომწონდა კანონ პროექტებზე მუშაობის პროცესი, ექსპერტებთან დაკავშირება, საექსპორტო დასკვნების მოპოვება, სულ ძიებაში ვიყავი, სულ მინდოდა რომ აი ყველა ადამიანის აზრი გამეგო, ვინც ამ კანონ პროექტთან იყო დაკავშირებული და ვისაც ამ სფეროში რაიმე ესმოდა და ეს ძალიან საინტერესო სამუშაო იყო სხვათა შორის და არის კიდევაც ეს სამუშაო, მე ხანდახან ხუმრობ ხოლმე, ძალიან ბევრი ადამიანი მეუბნება, თქვენ იურისტი ბრძანდებით, არა? ამ დროს მე არა ვარ იურისტი, ვარ ფილოლოგი,
მაგრამ იმდენად ჩავიხედე აი ამ სფეროში განსაკუთრებით სახელმწიფო სამართალში, რომ მე მგონი უკვე კვალიფიციურ იურისტსაც აღარ ჩამოუვარდები. ირაკლი იაშვილის წყალობით შემომესწავლა ეკონომიკაც, ვიცი როგორ უნდა ვაკრიტიკო მთავრობა ეკონომიკურ საკითხებთან დაკავშირებით, ძალიან გული მწყდება, რომ ჩემი მონაწილეობის და ჩვენი ფრაქციის მონაწილეობის გარეშე იხილება ეხლა ქვეყნის ფინანსური სისტემის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ კანონების განხილვა. მე ვფიქრობ, რომ პაკეტია ეს მთელი პაკეტი და განსაკუთრებით ჩემთვის ტკივნეულია ის, რომ თუ მართლა კანონპროექტის სახით შემოსულ პაკეტს უკვე კანონის სახე მიეცემა, იზღუდება ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობა. მე ვფიქრობ, რომ გარკვეულწილად ხდება ქვეყნის ფინანსური მთელი აი ამ მოძრაობის უკონტროლოდ დატოვება. მთავრობის რაღაც ჯგუფს და მე სერიოზული ეჭვი მაქვს, რომ ეს არის ბენდუქიძე, უნდათ ისედაც დადებული აქვთ თათი ამაზე, მაგრამ უნდათ რომ კიდევ ერთხელ საბოლოოდ დაადონ თათი, იქნება ორი ფონდი, ვითომ იდეა რა თქმა უნდა კეთილშობილია ძალიან. ეს არის სტაბილიზაციის ფონდი და ეს აუცილებელი იყო, ჩვენ ვითხოვდით სტაბილიზაციის ფონდს. მნიშვნელოვან წინგლად სწორედ ეს ინფლაცია განაპირობა იმან, რომ ქვეყანაში შემოსული ეს ჭარბი თანხები, პრივატიზაციიდან შემოსული უზარმაზარი თანხა მიემართა ისევ გაიშვა მიმოქცევაში და ამან გამოიწვია ინფლაცია. თავის დროზე მთავრობას რო გაეთვალისწინებინა ჩვენი მოსაზრება და შეექმნა სტაბილიზაციის ფონდი და ეს ჭარბი თანხები გაეშვა სტაბილიზაციის ფონდში, მაშინ რა თქმა უნდა ეს პრობლემა არ ექნებოდა. კარგად არიან. ყოველთვის რომ მივდივარ ხოლმე ღამე, მეშინია რომ დილით რომელიმე არ დამხვდეს ცუდად, მაგრამ ჩემდა გავსაოცრად არიან ძალიან ყოჩაღად და ძალიან კარგად. იმედთან დაკავშირებით საბოლოო განცხადება 22 მარტამდე გაკეთდება. მე ვფიქრობ, რომ ის აფიორა, რასაც ადგილი აქვს იმედთან დაკავშირებით, ძალიან მალე გახდება საზოგადოებისთვის ცნობილი. ეს არის უმძიმესი რამ, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ პრაქტიკულად ყველა სატელევიზიო საშუალება, ელექტრონული საშუალება მოაქციოს თავის ხელში, უკანასკნელი იყო იმედი და აი იმედთან დაკავშირებითაც მე ჯერ არ მაქვს ხმამაღლა ამაზე საუბრის უფლება, ძალიან მძიმე მდგომარეობაა შექმნილი. ყველას თავისი გზა აქვს. უბრალოდ არ მივცემ არავის იმის უფლებას, რომ მომატყუონ, უსამართლოდ დამჩაგრონ, კონსტიტუცია თავიანთ თავზე მოირგონ, ამას ხმამაღლა ვეტყვი ყველას და ყოველთვის ვიტყვი, რომ ამის საშუალებას არავის არ მიცემ, ყოველ შემთხვევაში ხმამაღლა დავაფიქსირო, რომ ეს ადამიანები იტყუებიან, მაგრამ აი წარმოუდგენელია ჩემთვის, როგორ შეიძლება მოშიმშილი ადამიანს არ მისცე პლედის შემოტანის უფლება. თან იცით, ჩვენ თვითონ არა ვართ ისეთი ადამიანები, ხა დათო გამპრელიძე არ არის ის პიროვნება, რომელიც დღის განმავლობაში, როდესაც უამრავი ადამიანი მოდის პარლამენტის თავმჯდომარის მისაღებში, წამოწვება პლედ გადაფარებული და თუ არ არის ესეთი ადამიანი, ჩვენ ვთხოვეთ, რომ ღამე შემოვიდეთ და დილით დავკეცავ და შევინახავთ კარადაში. ამაზეც თანხმობა არ განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ და გოჩა ფიფია, მე ვარ ქართველი და არავითარი მაშა სადამე. როგორ ახარ? პრესები, გაზეთები წამოვიღე მე. კი, მაქვს პრესა და არა, წამლები ის არის აი ალმაგელის მსგავსი რაღაცა, რომელიც კალორიებს არ შეიცავს და კუჭის მჟავიანობას ანეიტრალებს რა, მეტნაკლებად. და არა უშავდა ვახო ქარსელაძე, რომელსაც მუდმივად წნევები აწუხებდა. ეთყობა შიმშილობა წნევიანი ადამიანებისათვის არის, ხო? კი, წნევაც აღარ აწუხებსა და უკეთესად ვარო, ხო? არავითარი არ შეატანინეს და ეხლა დღეს რომ შემოგთავაზონო, ეხლა მეუბნებოდა ბიჭები აღარ დავიფარებთო რა. მიუხედავად იმისა, რომ წუხელი ძალიან შეგვცივდაო. მაგრამ გუშინ შეუტანეს ჯორჯიან ტაიმსი. ეს მეორე როა დიდი ჯორჯიან ტაიმსი და დათო ამბობს, ვა, ეს ყველაზე კაია, დიდი ფორმატის გაზეთი როა, ხო იცი ჯორჯიან ტაიმსი. აღარ იხილავენ, ხო იცი დღეს იმას?
განცხადებას. ესე იგი, თუ ჩვენ არ მივიღებდით მონაწილეობას ამ განცხადებაში, იქცეოდა ქვეყანა და ეხლა თურმეს თუ განცხადებასაც არ მივიღებთ საერთოდ, მითაც არაფერი არ იქცევა. საერთოდ ჩაატარებენ თუ არა, არ ვიცი რომ განცხადებას არ დებულობენ. ესე იგი, ერთი დღის სამუშაოა დაჭერილი. ხოდა ნუ აი გამორიცხულია. შიმშილობის აქცია გრძელდება, მე უკვე მოვინახულე დილით ჩვენი თანაფრაქციელები. ჩვენთვის ძალიან ძნელია დღეს ვიმსჯელოთ რა მოლაპარაკება შედგა მიხეილ სააკაშვილსა და პუტინს შორის რა რეალურად რა დაიგეგმა ამ ორ ქვეყნის ხელმძღვანელს შორის აქედან გამომდინარე სწორიც არის თვითონ ხელისუფლება მუდამ გადაწყვიტოს ამ ეტაპზე რა ჯობია განცხადების მიღება თუ შედარებით სიტუაციის განმუხტვა და ზედმეტად თუ არ დავძაბათ ეს მათი გადასაწყვეტია ყოველი არჩევნების წინ აი დააკვირდით მე გთხოვთ ჟურნალისტებმა გააკეთოთ თქვენი ანალიზი ყოველი არჩევნების წინ თავისებურად ხდება საარჩევნო კანონმდებლობის მორგებაც და კონსტიტუციის მორგებაც იმ სიტუაციიდან და იმ რეიტინგიდან გამომდინარე რა რეიტინგსაც თვითონ ამოწმებენ მუდმივად და თვითონ გრძნობენ. ჩვენ საბოლოო ნაბიჯი გადავდგით. ეხლა ნაბიჯები და პასუხისგებლობა უკვე ხელისუფლების გადასადგმელია და მათგან ამ ნაბიჯებს ველოდებით. კეთილი ჩემო კარგო, ნახე ეს კადრი? ფიქრი ამ გადაუღო დათოს. ამას მოყვარა მთელი ეს ამბები. გაზეთი რო ეფარა დათოს. კი გენაცვალე ხარ გათხოვებ. წუხელ ყოფილა ყველაზე ცივი ღამე, არ ვიცი, აი ესე არ შეგვცივნიაო. როზი ხარ, არა, აშკარად გრძნობ ჰაერის მოტალღების მოძრაობას ცივი ჰაერისა საიდანაც. ხო. 220 მაინც მინიმუმ იყო იპოდრომზე. ამ ხალხის მოთხოვნა რა იყო, იცი, დაიძარით და დაამხეთ მიშა. აი როგორც მიშამ დაამხო შევარდნაძე, აი ესე გადმოაგდეთ კინწისყვრით. რო დაინახეს რო ოპოზიცია ამაზე წამსვლელი არ იყო. პირდაპირ აი მოდიოდნენ და ღიად გეუბნებოდნენ. კარგით რა, თქვენ ამის გამკეთებელი არ ახართ. როგორ წავედ ინაუგურაციას როგორ დავიძრათ რუსთაველზე ეხლა და გადაუვაროთ. ჩვენ მეტი ვართ ვიდრე იქ ხალხი დგას. ხა ამას მართლა ხო არ გააკეთებინებ და ამათ კიდე რა გონიათ რომ ხალხი არ მოდის იმიტომ რომ მიშას პოლიტიკა მოწონს და მიშა მოწონს. კარგად იყავით. შემდეგ გადავწყვეტ ჩვენ ვატარებთ თუ არა ბრიფინგს. დღეს ხელისუფლების პოზიცია შეიცვალა, ხელისუფლება აღარ აპირებს პარლამენტის ხდომის ჩატარებას, ყოველ შემთხვევაში პარლამენტის ხდომაზე აღარ აპირებენ რუსეთთან დაკავშირების განცხადების გატანას. აქედან გამომდინარე, ალბათ ჩვენც რაღაც გადაწყობა მოგვიწევს ჩვენი გეგმების. ესე იგი ის განცხადება გავავრცელოთ დღეს ალბათ და მუსიკას ბრიფინგი შეიძლება აღარ. ნახო მე ახლა ჩავალ და გავარკვევ. გადავწყვეტეთ რომ ყველა ჟურნალისტი ერთად შემოვიდეს, იმიტომ რომ ძალიან დიდ ენერგიას ითხოვს ინტერვიუები, კომენტარების მიცემა და ბიჭები რო კიდე უფრო არ დაიღალონ, აი ამიტომ გადავწყვეტეთ ესე რაღაცა შემოსევასავით გააკეთე ჟურნალისტებმა, მასიურად დაიღეს ინტერვიუები და მიდიან ახლა. დავგეგმავთ ბრიფინგის დროს, ჩავატარებთ ბრიფინგს, შემდეგ წავალთ პარტიაში. დღეს მივიღე ძალიან კარგი შემოთავაზება NDI-სგან, გაიმართება მრგვალი მაგიდა, სადაც ხელისუფლების წარმომადგენლებიც მიიღებენ მონაწილეობას და ოპოზიციის. თემა იქნება არჩევნები და მე მეძლევა ძალიან კარგი შანსი, რომ აი ამ მრგვალ მაგიდაზე კიდევ ერთხელ დავარწმუნო ჩემი კოლეგები უმრავლესობიდან, რომ ასე არ შეიძლება მოქმედებდეს უმრავლესობა, მხოლოდ და მხოლოდ უმრავლესობის პრინციპით. მე მინდა დავარწმუნო ჩემი მეგობრები, რომ თავარია მათ ჩემთან საუბარი ისწავლონ არგუმენტის ძალით და არა ძალის არგუმენტით. აი ამას არასოდეს ვაპატიებ, რომ ისინი ძალის არგუმენტით მესაუბრებენ. მე როდის მოგიგო ერთი მითხარი, ვახოს მოგებ? კაი. ერთ დროს რაღაცას ვახერხებდი, მაგრამ ეხლა უკვე აღარ ამგონია რა. მაგრამ აი ახლა რო დავჯდე და გავიხსენო, არა, აი სვლები და ეს ყველაფერი ვიცი, პრინციპი ვიცი და მე მას ვიზამ. აი სვლები გავარ, მე რეკიჭი ხო, აი ესე ზუსტად რა.
მოსკოვში გახსოვს ერთი პერიოდი მატარებლებით რო დავდიოდით ხოლმე, მაშინ იყო ესეთი მაგნიტით დაემებით ჭადრაკი და мама ჩემი ყოველთვის გზაში სულ თამაშობდით ხოლმე რა. მასწავლი და აი ეს. მე მიყვარს მატარებლით მოგზაურობა და თუ დაიჯერებ, აი მანქანით მატარ, როდესაც ხედავ ქვეყანას გადავიდი და მართლა მაინტერესებდა რა, მე ნახა რუსეთი თან ზამთარში, იცი რა სილამაზე იყო, არაჩვეულებრივი იყო რა. ერთხელ ვარ ნამყოფი მარტო მატარებლით, მეორე და ეს აღარ დაგჭირდებათ მე იმედი მაქვს, ხო? იმიტომ რომ კარგად იქნება. დიალოგზე პასუხისმგებლობა იმ თავისე აიღო ქალბატონმა გურჯანიძემ. ამაში არაფერს არ ვამბობ, უბრალოდ ვახსენებ კიდევ ერთხელ საზოგადოებას. ჩვენი ეს პოზიცია და გადაწყვეტილება შეთანხმებულია პარლამენტის გარეთ ყოფ ოპოზიციონერებთანაც, ისინი ზიზიარებენ ამ განწყობას და მე ვფიქრობ ადეკვატური ნაბიჯები უნდა გადადგეს. ფავორი მოთხოვნა ვეიდან ამ ჯგუფიდან არის გურჯანაძის გადადგომა. ჩვენი მოშიმშილეთა ჯგუფის სახელით ვაცხადებ ამას. ჩვენ მივახცევთ იმას, რომ აი ესე უპასუხისმგებლო აბსოლუტურად ამორალური პოლიტიკურად გადაწყვეტილებების ავტორი უნდა გადადგეს და მას არ აქვს არც პოლიტიკური და არც მორალური, არც ადამიანური უფლება დარჩეს ამ თანამდებობაზე. ყველაფრის იმის მერე რაც ხდება ეს საქართველოში და რაც მოხდა. მადლობთ. გადადებული სტატუსი ნიშნავს იმას, რომ რუსეთმა ამ ეტაპზე და მე მინდა ვისურვო, რომ ალბათ სამუდამოდაც თავი შეიკავა აფხაზეთისა და ოსეთის ცნობაზე, როგორც დამოუკიდებელ სახელმწიფოზე. მე მოვითხოვ ხელისუფლებისგან. კი არ ვთხოვ, მოვითხოვ ხელისუფლებისგან. თავი დაანებონ ყოველი არჩევნების წინ სიტუაციის დაძაბვას. თავი დაანებონ ყოველი არჩევნების წინ ოპოზიციაზე იარლიყების დაყიდებას, რომ ისინი არიან რუსეთის აგენტები და რუსეთის ინტერესების დამცველები. გუშინ და გუშინ წინ ხელისუფლებისთვის თურმე მთავარი მიზეზი და ქვეყნის დამაქცევარი და რუსეთთან ურთიერთობის თქვათ შემდგომი დაძაბვის საფუძველი იყო ის, რომ ოპოზიცია არ უერთდებოდა მათ საერთო განცხადებას. დღეს მათ ჩათვალეს, რომ ესეთი განცხადება საჭირო საერთოდ აღარ არის. აქედან ცხადად გამოჩნდა, ვინ სპეკულირებს ამ თემით და ვინ არა. მე კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, თავი დაანებონ აფხაზეთით და ოსეთით და რუსეთით მუდმივად სპეკულირებას. თავიანთი პოლიტიკური ინტერესებისთვის, იმისთვის, რომ ისინი კიდევ და კიდევ დიდი ხნით დარჩნენ ამ ქვეყნის ხელისუფლებაში. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ მაჟორიტარული კანდიდატები იქნებიან ფულის ტომრები, ის ადამიანები, ვინც ბიუჯეტის ხარჯზე, ხალხის კისერზე იშოვეს უზარმაზარი თანხა, ისინი აი ამ თანხებით ახლა იყიდიან მანდატებს და შემდეგ ამ თანხის ამოღებას შეუდგებიან ისევ ხალხის ზურგზე. ახლა მივდივართ ქართულ აკადემიაში, მე და ფიქრია ჩიხრაძეს ვთხოვეს, რომ მივიდეთ და ამ სიტუაციასთან დაკავშირებით მოვილაპარაკოთ. გამარჯობა, ვისაც ვერ ვწდებით. ახლა განცხადება გავაკეთებ, გურჯანაძის გადადგომა მოვითხოვეთ რა. როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ხარ, პასუხისგებლობა უნდა გქონდეს და უნდა იცოდე, რომ შენი ქვეყნის ბედზე ხარ პასუხისგებელი და ახლა შენ საკუთარი ინტერესებიდან გამოხვიდე და სხვა ყველაფერი განზე დატოვო, არაფრით არ შეიძლება. მოინდომა, ახლა იცით რა არის განსაკუთრებით რატო მოინდომა? იმიტომ რომ ის უმრავლესობა, მე არის ის უმრავლესობა, რომელმაც ის ხელახლა პარლამენტის თავმჯდომარედ უნდა აირჩიოს. აი ამიტომ მოინდომა განსაკუთრებით, რომ სხვა სიტუაციაში თქვა შეიძლებოდა რაღაცა თავის პოზიციის შეინარჩუნა. გუშინ დაიწყო მოთხოვნა ამას უნდა იყო ხაზგაჭერა. ხმა გახმიანება რომ
არა აქვს მოწერილი, იმიტომ რომ თუ აქ სიაბანდი არის, იმიტომ რომ წასული არის ბელგიაში. ხო, წასული ნამდვილად არა აქვს, მეც დარწმუნებული ვარ, რომ არა. რა თუ გვატყუებენ არ ვიცი. აი ამ საკონსტიტუციო ცვლილებებზე. იმედ რუსთავმა მოიხსენია. კადრი არ გაუშვა. ფიქრი, მე წავალ პარტიაში, შენ თუ გინდა დაგტოვებ პარლამენტში. მოვედით პარტიაში, გვინდა სოციოლოგიური კვლევები ჩავატაროთ, როგორ უყურებს ადამიანები ამ ჩვენს რადიკალურ ნაბიჯს, რა შანსი აქვს ოპოზიციას, უმრავლესობას, როგორი პროპორციით მოვლენ პარლამენტში და იმ ჯგუფმა, რომელმაც უნდა ჩაატაროს კითხვები დაგვახვედრა, მე უნდა ვნახო ეს კითხვები, შევითანხმო და შემდეგ უკვე ისევ უნდა დაუბრუნდეთ, არა, მე ვაპირებ რომ ჯერ მივირბინო სახში, ვინაიდან დღეს დილით ძალიან ადრე გამოვედი და ვერ მოვასწარე მომარაგება ოჯახისთვის, პროდუქტის, ბავშვებისთვის, შევირბე სახში, დავხედავ ბავშვებს და შემდეგ ისევ გავექცევით პარლამენტში. გამარჯობათ. გამარჯობათ. როგორ ახართ? თავად ლინდა, როგორ ახარ ლინდა? გოგოებო ძალიან ცოტა დრო გვაქვს, მაკო მზათა გააქვს? ნაწილობრივ, მთლიანად არა გვაქვს დასრულებული. ლინდა, რაო გოგო, რაო? ნამბამა ჩვენე ჩემო კარგო. ვაპირებთ. დღეს ნახეთ, ხო? აბა სერიოზული ამბები. ხო, ძალიან სერიოზული. ბაიმე, შეხედე რა დღეშია. ესე იგი, როგორ შეაფასებთ ოპოზიციის მშვილდობას აქციის პარლამენტის წინ? შეიძლება მას უარყოფითად აფასებს, მაგრამ მაინც ოპოზიციური განწყობის არის ადამიანი. ხო, შეიძლება თქვა მაგათაც ჩემი და კი ჩემია, მაგრამ ესეთი რადიკალური მთლად შეიძლება არ მოწონს, თქვა სიტყვაზე ვამბობ რა, თუმცა კი მოწონს, მაგრამ მაინც. ხო, არა, ტელეფონზე ყველას გონია რომ რეკავს მიხეილ სააკაშვილის კაცი ვიღაცა და პასუხობს იმას. გონიათ რომ იწერენ, ყველა შეშინებული და ან არ პასუხობენ, ან არასწორ პასუხს. და გამოკითხვა იქნება ღია, ვამბობთ რომ მემარჯვენეებს აინტერესებს მემარჯვენეების სოციოლოგიური კვლევის ცენტრს. ძალიან კარგი. და რამდენს გამოკითხავთ? ვაპირებდით რომ გავაკეთებინა 500 კაცი, მაგრამ იმდენად ენერგიულები აღმოჩნდნენ ეს. 8000 გავაკეთებთ, ხო? გავაკეთებთ თანახმარი. 100 კაცი გავაკეთებთ. ძალიან კარგი, მაგას რა ჯობია. და როდის გვექნება? დღის ბოლოს გვექნება, ხო? დღევანდელი. დღევანდელი ნაწილი და ხოლმე გავაგრძელებთ. ხო, მამუკას ამცინებდა დღეს, მგონი ცივდებიო, ქუდით ზის, მოუტანე ცხელი წყალი. დათო არის, აი ძულები. რა გაიკაპიტა, რო იტყვიან, ხო? ყველაზე მეტად დასუსტდა დათო ეტყობა, იმიტომ რომ გამხდარი იყო და ალბათ იმიტომ რა. ესენი ქონს წვავენ, თქვათ ვახო, ისინი ვისაც სადა დათოს სადა აქ დასაწვავი ქონი და ეგრევე გავგიჟდით დღეს რო შევედი და რომ დავინახე, აი ერთ ღამეშიც კი დალეულა რა. ძალიან სწრაფად უნდა ვიმოქმედოთ, ძალიან მივიტანო ოჯახში რაღაცა დავტოვო, იმიტომ რომ ძალიან გვიანობამდე მომიწევს ყოფნა. ეხლა ცოტა ნაკლები რაოდენობით ყიდულობ, იმიტომ რომ მარხულობთ მე და რუსკა. არ მიყვარს რომ სვამენ, მაგრამ მაინც იჩემებენ და მავალებენ ხოლმე დედა ერთი პეპსი წამოგვიღე და ვცდილობ რომ წაუღო ხოლმე რაც თვითონ უყვართ ის. მითხრეს რომ თურმე ჩემზე ყოფილა სტატია ჟურნალში და მინდა შევიძინო და წავიკითხო.
მე ძალიან არ მომწონს უკვე წერია მათი ქალურობა და სინაზე, აგრესიამ და სიმკაცრემ შეცვალა. იმედი მაქვს, რომ ჩემზე არ არის ეს დასკვნა გაკეთებული. ნამდვილად არ მინდა ვიყო აგრესიული ქალი. რა შეგვიძლია დედი? რაღაცები. რომელზე მოვალ საღამოს არ ვიცი დედიკო და ეხლა როდის მიდიხარ? რუსკასად არის? თქვენ ხართ ამაში? ხო. არც მახსოვდა ეს ფოტო და მოკეთ ნახე მე. ესენი ყველაფერი შეალაგე, ხო, მაცივარში ამოალაგე და ხო, მე გავრბივარ. მამა სადილს გაუცხელებ და ესენი ივახშმეთ რა, რასაც მოახერხებ, ეს არ მინდოდა, მაგრამ რა ხანდხოვე წამოგიღე და და დაგირეკა, არ ვიცი მოკეთ როდის მოვალ. რა მოგივიდა? და კარგი რა, ვინ გიჩქმიდა დედიკო? ეს ჩქმეტაა, როგორ შეიძლება ეგეთი რაღაცა? სახში მოვიბინე რამდენიმე წუთით, რომ ბავშვებს ვახშმისთვის რაღაცა მოუტანო. და უნდა გავიქცე ისე პარლამენტში უკვე მირეკავენ, მოდიო, მაგრამ სიმართლე გითხრა, ჩემთვის ეს ჩვეულებრივი დღე არ არის, ჩვეულებრივი დღე არის უფრო წინასწარ ვიცი სად უნდა წავიდე, ეხლა არის გაუთვალისწინებელი გასვლები, ეხლაც მივდივარ, რა დროს დაუბრუნდები არ ვიცი სიმართლე გითხრა, ალბათ ღამის პირველ 2 საათზე, იმიტომ რომ მაქსიმალურად ვცდილობ, რომ ჩვენს ბიჭებთან ერთად ვიყოთ გვერდით და წავალ და ვნახავ მე, შეიძლება კიდე რაღაც შეხვედრაზე მომიწიოს დღეს წასვლა, მან შეიძლება პირდაპირ ეთერში მომიწიოს წასვლა, მან რადიოში კიდევ, მაგრამ გვიანობამდე ყოველ შემთხვევაში პარლამენტში ვიქნები, ალბათ სადღაც ღამის პირველ 2 საათამდე. კაი, წავედი ბავშვებო. აბა ჭკუით იყავით.